ერთი მეგობარი მყავს, მეუბნება გახსენი ეგ კარადა. სტუმრები მოყავს ხოლმე ჩემთან ხშირად. თავს იწონებს თავისი სტუმრებით და მეუბნება გზურიკო გახსენი ახლა ეგ კარადა რომ დავანახო ჩემს სტუმრებს როგორი გიჟი ხარ. ახლა რომ ხედავდეს ამ ვიდეოს, მოიტანე მიშო, მოგვიტანე. მოდით. რომ ხედავდეს ახლა ამ ვიდეოს, დარწმუნდებოდა ჩემს სიგიჟეში. გავხსენით ჩვენი აი სახურავის რა ქვია მაგაში, ჩერდაკს რა ქვია. ჩერდაკს რა ქვია, სხვენი. და გამოვიღეთ ბანანის ყუთები 157 ცალი დავთვალეთ სავსე ფერადი შუშით. მომეცი მიშო, მომეცი. რა არის დასამალი, დავდოთ. დავამატოთ. და მე ესენი მაგიჟებს, აი ესენი. მაიამაც მოინდომა ბოლო თვეებში, მიამატა კიდევ და რა კოლექცია დაგვიგროვდა ერთი შეხედეთ. წარმოუდგენელი რაოდენობის ჩეხურია მაია, ხო? არა, ძველი რუსულები. რუსულებია? კი, ეს არის მალცოვის მემკვიდრეობა. იცი რა, მე რომ ამას ყიდულობდი, გუსხრუსტალი, ეხლა მე რომ ყიდულობდი, მაშინ კაპიკად, აი არავის არ უნდოდა ეს. თუ რამე მებადა. თუ რამე მქონდა, 100 ლარი რომ მქონდა ხელფასი, მაშინაც ყიდულობდი. ძალიან მომწონდა ყოველთვის. მე გიждდებოდი ამ წითელ ფერზე, ლურჯებზე, ძალიან მომწონდა ყოველთვის. ახლაც მომწონს. იცი რა, ყველას ვერ შეველები, რაღაცა ნაწილი გადაახარისხა მაია მეხა და გადააწყო და აი ყურძნებიანი. არა, საკოლექციოები რაც არის, იმას ნამდვილად ვერ შეველებით. გასაყიდად გვაქვს ეხა და აი ამასაც მგონი რომ არა, ამ მოდელს. რა კაი სიმღერაა ჩვენთან სტუმრები არიან. ნახე ეს როგორი მოჭრილია შეხენ. და თქვენ წარმოედგინეთ ახლა ეს წყლის ჭავლით ოსტატს უკავია ხელში, მე ხო ნაყურები მაქვს ყველაფერს. და ამუშავებს ალმასის ჩარხზე. და რა დეტალიზაცია უნდა კონდეს ადამიანს, რომ აი ამდენი ჭრილი გაუკეთო და არ შეცდი არაფერში. არ ვიცი, შეუძლებელი. აი ესენი არც მახსოვდა რომ მქონდა. ნახე რა სილამაზეები. იმიტომაც ვერ ეწევა დღევანდელი ტექნოლოგია იმ ხელით ნამუშევარს. და ვერც ვერ ასდოსვა, მაგრამ ამას უყურ. აქ არის პერიოდი რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდეგ. აი ეს უკვე რევოლუციამდელი პერიოდია. არც ესენი არ მახსოვდა რომ მქონდა. ეს გადასარევი. ზოწი, ხო? ხა ოსტატმა რომ აქამდე მოიყვანოს ეს, წარმოიდგინეთ, ჯერ ორი ფენა შუშა კეთდება, ბროლი და მერე ზემოდან კიდი აქვს ამას მაგ მოდელს. და ესენი ხა ეს უკვე ერთი ფერის არის. მე ამაზე ვარ შეყვარებული. მოკლედ იცოდეთ რომ ხვალიდან გარდენიაში შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ეს ფეხიანი ვაზები 500 ცალი მაინც გადაარჩია რა. 500 ხო მაინც იქნება მაია. კი იქნება. იცი რა, ბევრია ხო, რაღაც ნაწილი რაც საკოლექციოა ვერ გავიმეტებს და ბევრი მოდელი შეგვიძლია. ასეთი ნანახიც არ გქონდა. არც მე. აი ეს ლიმონისფერი არც მახსოვდა საერთოდ. ბევრი გურიდან მაქვს ჩამოზიდული, იცი? მართლა. კი. აი ესეც ნახე რა სილამაზე. ამას ბზე რომ უნათებს ზიანი ამინდი უნდა და დღეს ფლატ კაი ამინდი არ გვაქვს ამის. ჩვენ ხო ფანჯარაზეც გვაქვს იქ მოწყობილი ზემოთ ულამაზესი არის ფანჯარაზე დავაგებული და ეს რომ მზე რომ მოადგება და რო აბჟღუიალდება ყველაფერი საოცრება. იცი რა, იყო დრო რომ აღარ მოსწონდათ და ახლა აი ესეც საკოლექციო ამასაც მე მგონი რომ არა. ვერ გავიმეტებ. მაგის გამეტება, ამას შეხედე რა სილამაზე. ამას ვერ გავიმეტებთ. ხო და მიუდგათ იქ არ გვაქვს თუ რა. გადაარჩია და ერთი დიდი თარო გავაკეთეთ ფანჯრის თაროზე, ფანჯრის რაფაზე, სულ ლამაზი ამორჩეულები. რა ვიცი, ეს ამაზე მე ვგიჟდები. აი ამ ყვავილებს. ნახე ამის ჟღერადო. მე ჩეხური მეგონა მაი. არა, ჩეხებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რასაც ჩვენ ახლა ვუყურებ, ეს არის რუსული ძველი საბჭოთა პერიოდის ეს ჩემი გორტენზიები ვერსად ვერ მოვახდინე, დავდივარ თელი დღეს ამ ვაზით. ამათაც არ უხდება. არაფერ შუაში არა. სადღაც 40-იანი, 50-იანი წლებიდან დაიწყო უკვე ამათი გაკეთება, ასე ვთქვათ. კაი, გვეყოფა, იცოდეთ რომ ბევრი გვაქვს. მაია დაგხვდებათ და რაც გვაქვს ყველას გაჩვენებთ. ფერადი ბროლი ესა? რა თქმა უნდა ბროლია. წყვილებიცა ნახე, ორ-ორიც გამოდის. არის სამურაბე ნაკლებად უფრო კენკრის არის. სამურაბეები აღარ შემოვა. აი სწორ ფეხებზე როა მე ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. რამდენიმე მწვანე მაქვს ლამაზ. ნახე ესეც რა ლამაზია. ძალიან კარგია. ხო, ის უბრალოები ალბათ სამურაბეებს გაუფრთხილდით ყველას ვეუბნები, იმიტომ რომ აღარ არის არა. ის უბრალოები ბევრი რო გქონდა გურიაში, ასეთი ფეხიანები, მთლად უბრალოები ჩამოსხმულები. ვიცი, ჩამოსხმულები. ის მექნება ალბათ 5000 ცალი, ყველგან მიდე. დეხეზე რასაც აწერია დიატკოვის ხრუსტალინის ზავოდი. კი ბატონო. ეს ითარგმნება. სინამდვილეში ყველა მალცოვი იყო ესენი. ახალი გაფრენა გვაქვს.
სოფო იძახის შენ და მაია აგიჟებთ ერთმანეთს. ცუდია მარია. ნახე რა სილამაზე.